ისეთ გარემოში ცხოვრობდით, რომ ეკლესიებს თავზე გვანგრევდნენ და ჯვარს თავზე გვატეხდნენ. კი ბატონო. და იმ გავძელით და შევძელით და საფრთხის მიუხედავად გამოვედით. აქედან გამომდინარე, ამის სპეკულირება, რომ ევროპელები ვარეს გაგიკეთებენ, აქ არაფერი ეს არ შეიძლება. არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. აი თქვენ კარგად აღნიშნეთ, რა უნდა გაგიკეთო. შენ თუ ხარ ძლიერი და შენ თუ გწამს ნამდვილად, რისიც გწამს, ხო? ყოველგვარი მეტერი შენთვის დამარცხებული იქნება. აი ეხლა შენ იყო სუსტი და შენ არ შეგეძლოს და მე აბრალო ევროპას და რუსეთს და ამერიკას და ირანს რაღაცეები. აი ეს პრობლემები უფრო ჩანს აქ, როდესაც აშავებენ ხოლმე რომელიღაცა მიმართულებას ამ სამყაროში. ქრისტიანობა ვერც ერთ შემთხვევაში საფრთხეს ვერ უნდა ხედავდეს, რადგანაც ქრისტიანობა არის ინდივიდების რელიგია და როდესაც ინდივიდები ძლიერი არიან და მათ შეუძლიათ ღირსეული ცხოვრება და ღირსეულად და სწორად ხედვა ყველაფრის, აქედან გამომდინარე ამ საფრთხეებით შეშინება არ უნდა გამორიცხულია. ეს პროპაგანდა ვიზეც მოქმედებს, ხო, იმათთვის ეხლა იქეთ რომ დასახო მარსიანელებიც მოდიანო, შეიძლება იმათიც შეაშინო ეს ადამიანები. აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ რაღაც სხვა მიზნებს ემსახურება.